არასწორად მოწყობილ ზოოპარკებში შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა დაინახოს, რომ ნებისმიერი ვეფხვიან ლომი დადის აქეთ-იქით დადის ან წრეზე დადის. ეს სტერეოტიპული ქცევა არის. ეს რაღაცნაირად სტრესზე პასუხი არის, ეს მოწყენილობაზე პასუხი არის და ეს შესაძლებელია. ჩვენ არ ვიცით ეს ფოთვაა თუ არა, მაგრამ არასტანდარტული ქცევა არის, ხო? რა თქმა უნდა, რაღაცა ელემენტები ამისი არსებობს, მაგრამ ბუნებაში როგორც კი ასე მოიქცევა ეს ცხოველი, ის გაისხრილება, იმიტომ რომ ის არასტანდარტული ქცევა ექნება თუ არა, მას ვიღაცა შეჭამს. ან თვითონ ვერ გადარჩება. შეიძლება ვთქვათ, ესეთი პირამიდის თავში მდგარ ცხოველს, მაგალითად, ახლა ლომს არაფერი ესეთი კლასიკურად არ ჭამს, მაგრამ ის არასტანდარტული ქცევა მისი თანამოწმის აგრესიას გამოიწვევს და მას გაცხრილავენ, ხო? ამიტომ ველურ ბუნებაში, სადაც ყველაფერი დაბალანსებულია, ეს ნაკლებად ჩანს. პოტენციალი იმისა, რომ შესაძლებელია შფოთვით აჩვენებასთან დაახლოებული რაღაცეები გამოჩნდეს, ეს ტყვეობაში ცხოველებზე ჩანს, მაგრამ ვერ ვიტყვით კლასიკურად ზუსტად ისეთი ვიარი, როგორც ჩვენ გვაქვს თუ არა. და სხვადასხვა ძაღლები, ვისაც ძაღლი ყოლია, ის დამეთანხმება, რომ ხშირ შემთხვევაში, ხშირად არა, მაგრამ რაღაცა გარკვეულ შემთხვევაში დეპრესიის მსგავსი ქცევა აქვთ ხოლმე ძაღლებს. მე არ ვიცი, ახლა ვეტერინარი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა ქცევის სპეციალისტი ვარ, მე არ ჩამიხედია ამ კუთხით, რომ რამდენად ღრმად შეიძლება ეს იყოს წასული და რას შეიძლება მართლა დეპრესიასთან კონდეს საქმე და ვთქვათ რა დიაგნოსტიკით შეიძლება ამას მიაგნო. ეხლა ერთი მხარეც არის, ეხლა ჩვენ MRI-ზე ვილაპარაკეთ და შენ რომ აიღო ადამიანის ტვინი და ადამიანის ტვინი ვთქვათ, რომელსაც აქვს დეპრესია და ადამიანის ტვინი, რომელსაც აქვს არ აქვს დეპრესია და ორივე სკანირება გააკეთო, ხო? ვერავითარ მორფოლოგიურ ცვლილებას შენ ვერ ნახავ. დღევანდელი ტექნოლოგიები არ იძლევა მაგის ნახვის საშუალებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვიტყვით ეხლა ძაღლის ქცევა, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დეპრესიულია, არის დეპრესია რეალურად თუ არა. ანუ დეპრესიის დადგენა და დიაგნოსტიკა სხვა შემოვლითი გზებით ხდება და ძირითადად კომუნიკაციის თვალსაზრისით. ანუ შენ ექიმს უყვები, რას გრძნობ და ხანდახან ვერც უყვები, იცი, იმიტომ რომ შფოთვითი აშლილობა ისეთი უცნაური რაღაცა არის. მე ხარ როგორც პაციენტი ვლაპარაკობ. რომ კაი ხნის გამომბერს ანამ ექიმთან მივიდოდი, ვფიქრობდი, როგორ უნდა მოვუყვე, როგორ უნდა ავუხსნა, ახლა ეს რა არის, რას გრძნობ და პირველი რასაც ეუბნები, რომ იცი, გრძნობა მაგ თითქოს მუცელში პეპლებია, შენ ხო ვერ მიხვდები ახლა ეს რა არის. ფსიქიატრი იმ წუთში ხვდება ეს რა არის. მას არ გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ეს არის ის ეგრეთ წოდებული wording, ის ლექსიკა, რომელსაც ჩვენ მივაგენით, პაციენტებმა მივაგენით იმის ასაღწერად, რომ რაღაცა არასტანდარტული ხდება. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ისევ იმ კითხვას, ჩვენ არ ვიცით იმ ძაღლს, ვერ გვეუბნება მუცელში პეპლები აქვს თუ არა. ხო ხდები? ამიტომ ძნელია ამისი თქმა, თუმცა მე მგონია, რომ კლასიკური გაგებით შფოთვითი აშლილობები და დეპრესია, როგორც ჩვენ გვესმის, ესე მე მგონი არ აქვს. თუმცა რაც გუშინ წინ გვეგონა, რომ მე მგონი არ იყო, დღეს აღმოჩნდა, რომ ესე არის. დაველოდოთ ბიოლოგიის განვითარებას.